გამარჯობა კეთილო ადამიანებო, დღეს TV11-ის ეთერში იწყება გრანდიოზული თამაში, რომლის მსგავსით თქვენ არცად არ გინახავთ, არც ქართულ და ეჭვი მაქვს არც უცხოურ ტელეეთერში. მას ასე დღეს TV11-ზე იწყება ბარის თამაშები. სტრუქტურას აგიხსნით ძალიან მარტივად. პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენ მასპინძლობს კლუბი One Side და დიდი მადლობა One Side ჩვენი მასპინძლებისთვის, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად და ლამაზად ჩაივლის და ჩვენი თამაში, როგორც უკვე მიხვდებოდით, ეხება დალევას და გართობას. ქართველებს ძალიან გვიყვარს სმა, მაგრამ ხანდახან უფრო ერთფეროვანი გამოგვდის ხოლმე ეს პროცესი. და სწორედ ამიტომ ჩვენი გადაცემა გთავაზობთ დალევის სახალისო ხერხებს, როგორ შეიძლება თქვენ თან დალიოთ, თან გაერთოთ, თან იხალისოთ და თან ძალიან მაგარი დრო გაატაროთ. ჩვენ გადაცემაში გვეყოლება სტუმარი, რომელიც დაუპირისპირდება ბარის პრეტენდენტს, რომელმაც ერთმანეთში უნდა გაარკვიონ, რომელი იქნება გამარჯვებული და რომელი დაეუფლება პრიზს, რომელიც ასევე ჩვენ გადაცემაში ბოლოს იქნება გადაცემული. მას ასე ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია მაესტროს შუადღის წამყვანი ირაკლი ხრიკაძე. გამარჯობა ირაკლი. როგორ ახართ? ჩვენივრად ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში მივესალმებით ტელემაყურებელსაც ჯერჯერობით სანამ მისალმების თავი მაქვს გული და სული მოვესალმებით ყველას. კარგი, ეგ იმიტომ რომ დაახლოებით იცი ხო ხდები რაც გელის შენცი. დაახლოებით ვიცი, არაერთხელ გადამხდენია მსგავსი სიტუაციები საქართველოში რომ დაიბადები და გაიზრდები, ისე ვერ გამოდროები სიტუაციიდან. თავისთავად დღეს მაგ სიტუაციის გარდა მოგიწევს რომ თამაშიც ითამაშო და მოიგო ამ თამაში, რაც თავარია თან ყველაფერი გართულება იმით რომ შეიძლება ცოტა არაფრიზელ მდგომარეობაში აღმოჩნდე. სიმთალე როგორი გაშენ იქ მითხარი? იდეალური, ოღონდ ხალხი არ უნდა გამეკაროს. რამეზე რეაგირებ, რომ აი რაღაც ვაიმე სახნა მიეკავენ და ცბად ხდები სერიოზულად? არა, მუსიკაზე რეაგირებ და ვკვდები ცეკვით. ეგ არის ჩემი სიმწვავე. კარგი. ესე იგი იმედია რომ მაგრა გავერთობთ დღეს ირაკლი. ძალიან კარგად არის მომართული საბრძოლოდ, როგორც ხედავთ. კარაქი ჩავყვაპე, ტანი დავიზილე, სველი პირსახოთის მეტი გავამატე. კარგია. მაშასე მე ხა შევალ და ცოტა ხანში დაგიძახებ, დაგახვედრებთ მოწინააღმდეგეს და დავიწყოთ თამაში. მოწინააღმდეგე არ ვიცი ვინ არის, რაც თავარია. შენ არ იცი, მალე გაიგებ ყველაფერს. მაგაზე ვფიქრობ. კარგი, დროებით. გამარჯობა ხალხო. როგორ ახართ? თუ შეიძლება აქ დავიფუძნებთ მე ადგილს. ესე იგი, როგორც უკვე გითხარით, დღეს თამაშობთ ბარში, ბარ კლუბ One Side-ში, რომელიც დღეს არის ჩვენი მასპინძელი და ეს არის ხალხი, რომელიც აი აქ დაგხვდა, ესე ლამაზად და ტაშის ყვრით, რაც თავარია. მადლობა. თქვენ დაახლოებით იცით, რომ აქ იქნება 3 თამაში, რომელშიც პრეტენდენტმა უნდა გაიმარჯვოს. პრეტენდენტმა ან სტუმარმა. ნახოთ, რომელი იქნება გამარჯვებული და მე თქვენგან უნდა შევარჩიო ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც დაუპირისპირდება ჩვენს დღევანდელ სტუმარს. ვინ იქნება ჩვენი რჩეული, ამას სულ ცოტა ხანში გაიგებთ. ცოტა არ იყოს და რაღაცა განცდები მე მაქვს უკვე დაუფლებული, იმიტომ რომ ვინც მაესტროს შუადღეს უყურებს, ან ერთი გადაცემა მაინც უნახავს, ყველა მიცის რომ მე ვარ დიეტაზე, უკვე 24 დღეა. ანუ შორს ვარ ამ ქართული სმებისგან და ჭამებისგან და ასე შემდეგ. ამიტომ შეიძლება ცოტა სუსტად ვარ, მაგრამ სანამ ეს გაბარიტები შენარჩუნებული მაქვს, მანამდე არ შევეპუები არავის და არაფერს. არ ვიცი კიდე ვინ იქნება ჩემი მოწინააღმდეგე, ეს ძალიან მაშინებს და მთავარია, როგორც ქართულ სუფრაზე იტყვიან ხოლმე, მუსელში არ ჩამიდგას მან და დანარჩენს გაუმკლავდები როგორმე ყველაფერს. იმედი მაქვს. ესე იგი, მე შენ უკვე შეგირჩიე აქ მოწინააღმდეგე, რომელიც შენ დღეს დაგეპირისპირდება. ცოტა წონითი დისბალანსი კი არის, მაგრამ ინტერესი იმკლავს, ვინმე დიდი არ იყოს. ხო და აი ზუსტად ეგ არის რა, ეს ადამიანი ამტკიცებს, რომ შენ მოგერევა. რა თქმა უნდა. და აი ისიც ეს არის ნიკა, ბატონი ნიკა, მოდი თუ შეიძლება მოგვიახლოვდი. გამარჯობა, ნიკას გამარჯობა გასული. მაშასე, როგორც უკვე იცით, ჩვენ გვექნება 3 თამაში დღეს და ამ 3 თამაშის შედეგად ვინც იქნება გამარჯვებული, ვინც მოიგებს, ის მიიღებს ჩვენს სანატრელ პრიზს, ჯადოსნურ სასმელს, ჯადოსნურ შეფუთვაში და თავის ჯადოსნურ მეგობრებთან ერთად იჯადოსნებს. ღირს ბრძოლა და ნამდვილად ღირს. მე კი გეტყვით, რომ ჩვენი გადაცემა, დღევანდელი თამაში იქნება 3 რაუნდისგან შემდგარი. პირველი რაუნდი ეს არის ბირპონგი. თამაშის სახელიდან გამომდინარე მიხვდებოდით ალბათ, რომ ეს სიტყვა შეიცავს უკვე თავის თავში, ხო, გამოცანას. არის ლუდი და არის პინგ-პონგი. თქვენ გექნებათ, ესე იგი 6-6 კათხა და პინგ-პონგის ბურთები. პინგ-პონგის ბურთი უნდა ჩაუგდო მოწინააღმდეგეს კათხაში და წარმატებული ყორცლის შემთხვევაში მოწინააღმდეგე ეს კათხა უნდა დალიოს. ის მოთამაშე, რომელიც მოწინააღმდეგეს 3 კათხას დაალევინებს, არის ავტომატურად გამარჯვებული და პირველი ქულის მფლობელი. გავიგეთ წესები? როგორ არა? გულშემატკივრებმა
მაშინ რენდომი დროა დავიწყოთ პირველი რაუნდი. მაშასე, ალბათანება და ბატონებო, მოგონება და ბიჭუნებო. ტელე-11-ის ეთერში და კლუბ One Side-ის გარემოში თქვენ ახლა ისტორიული მომენტის და მომსწრები გახდებით. იწყება ბარის თამაშების პირველი სეზონის პირველი გადაცემა და პირველი ხორცნა განხორციელდება ძალიან მალე. კარი, რა მოგცემ შენ ერთ ბურთს, შენ მეორეს. და ახლა გავარკვიოთ რომელი დაიწყებს, რომელი შეასრულებს პირველ ისტორიულ ხორცნას. აირჩიე მხარე, ორჯღალი. ორჯღალი. ანუ გერბი საქართველოსი ვახატია, შენი იქნება საფასური მხარე ახატია. მაშასე იწყებს ირაკლი ხრიკაძე. პირველი ხორცნა არის შენი. ხორცნე. ასე იგი როგორც გითხარით, ხორცნა შეგიძლია პირდაპირაც გაუშვა და მაგიდიდანაც. არა, აქედან ყველა ვარიანტი ჩაითვლება, მთავარია რომ ჩავარდეს. ლამაზად გამოვა. აბა და არა, ლამაზად არ გამოვიდა, შეგიძლია ბურთი აიღო, შემდეგი და ნიკას ხორცნის ჯერია პირველი ხორცნა ესე. აბა ნიკა რას იზავს? აი ძალიან ცოტა დაგაკოდა, გულშემატკივრობა უფრო აბა მე მგონი პირდაპირ გავუშვა უკეთესი ძალიან ვერ ზომაო შენ ძალიან გავერთე მე მგონი ამ თამაშს პინგ-პონგი ვითამაშოთ მე და ნიკა რას იზავს ნიკა აი ძალიან ცოტა დაგაკლა ისევ და შეგიძლია შენი ხორცნა ბოდიში თვალში მორყმა პარტია ძმაო და ეგეთ რაღაცებს არ ვარ შემდეგი ნიკა დაის პირველი ხარტა მოხალსა აი ხედავთ თქვენ ბურთი შიგნით აგდია ლამაზად იცი რა ეს ბურთი შიგნით ამოვიღო იყოს კარგია კაცო მე მივაყოლებ ამას რომ რაღაც ხოლმე ჩავაყოლო შეგიძლია დაილოცო შეგიძლია არ დაილოცო და პირდაპირ გადაკრა რაც არის კარგი როგორ არ უნდა დავილოცო პირველი გადაცემა გილოცავთ პრემიერას პირველ ეთერს და წარმატებები აბა სულ წარმატებული გასწავლილი მადლობა ირაკლი ხრიკაძე პირველი ისტორიული აფრიკის შემსწრელი მიდი გულშემატკივრების სტანდარტები არის შეგიძლია აქ წავში ამოვავლო შემყვა რაღაცა ქენია რაღაცა კი რა უნდა ჩავაგდო ყველა ვარიანტი არის მანამდე გიქნა კაცო აღავერდი გადმოვედი აი ესე უნდა რა ნუ მას დაგილოცავთ ახალ ეთერს სადაც კარგი გადაცემა იქნება კაი კარგი ხარ ძალიან ჯობია მაინც არ დამო ბურთი არ გადაგეყლაპოს ხილად დავამხნევ ამანას გადაყლაპოთ ბურთი შიგნით არის ბურთი შიგნით ბურთი არა შიგნით რა ჭიქაში ანუ შემოგედა გათანაბრდით ერთმანეთი გაიცანით ისე ქართული კაცმოსო სანამ ჭიქას არ ავწევ იმას არ ვიცი აი ეხლა უკვე ძალიან კარგად მესამე ტურში ბავშვი უნდა მოვანათო მაშასე ნიკა შენი ხორცნის ჯერია აბა რას იზავ ამჯერად ზალი ეს იყო კალათმა ბურთი არ მიიღო როგორც ისე მაშასე როგორ ხარ გულშემატკივრობა დარწმაზე ცოტათი ფოტოშორის ძალიან გამიტყდა კლავ ბურთს გაარტყა კათხები აქვს წყალ კათხის ქალღმერთი გაგიწყდა როგორ ჩავაგდებ ხოლმე ის გააკეთეთ რა შემოგვიდგა მეტი შანსი გაქვს იმიტომ აი განლაგებას ხედავთ ხო აქ დარჩა ესეთი სამკუთხედი და აქ დარჩა რაღაც ფორმა ესეთი რომელშიც უფრო მარტივია შეიძლება მაგრამ თუნდაც იქენი რამე ხო ნახა ჩავაგდებ ეს ფორმა მოხსნავს იმის ოლიმპიადა დარჩენილა მათი კი უნდა ჩავაგდეთ არის ნიკა ესე იგი ზედიზედ მეორე შეგიძლია პირდაპირ გადაკრა ისეც რომლის დეტალია პირდაპირ ბოლომდე უგულშემატკივრობ ერთმანეთს მაგალია იდი ნიკა როგორ ხარ ნიკა როგორ ხარ კარგად ხარ ყველაფერი ორი წერაც თიმა ხო მესამეზე ზავი რამდენი წელი 6 კარგად ხარ კი გაც აბა ნახოთ ეხლა დაიზომება 6 ჯანდა წესით უნდა წავიდეს ახლა მაშასე ძალიან შეთანხმებულად
კაი. აუ ეს მომცა სუფრის თავში და მე ბოლოში რას ვიზამ ხოთზე. დაგადებოთ. აი ესე მარტივად მაგრამ ვიყოთ მარტივად უნდა ვიყოთ. ესე იგი მაქსიმალურად დაიძაბა ჩვენი სიტუაცია. რომ კარგად არის ყველაფერი. ნახევარი ბურთი ჩავტოვე. 2-2-ია. ნებისმიერი ჩაგდება, რომელიც მოხდება, ავტომატურად ნიშნავს თამაშის დასრულებას და გამარჯვებას რომელიმე თქვენგანის. გაუწირო დალევას, ხო რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, დალევას თავისთავად. ასე რომ გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, იმიტომ რომ გადამწყვეტი ამბავი ხდება ახლა. მაშასე ირაკლი. აბა ირაგმა ხავს როგორ გძნობს? ია ელანაერი შევაცვა. ავიდა. აი გახალხე ჩავიწყო. და როგორი სტრატეგიული შესაძლებლობა. მაშასე ნიკა ახლა შენ შეგვიძლია დაასრულო მთელი თამაში ერთი გენიალობით ყოფილი. და არა, კლავ ძალიან ცოტა დაგატოვა კლავ. და ირაკლისაც აქვს რა თქმა უნდა ყოველი სროლა არის უკვე თამაშის матч პოინტია რა ესე ვთქვათ შოხუთის ენაზე და არის ირაკლი გაიმარჯვა ირაკლი არის პირველი რაუნდი გამარჯვებული ნიკა მიირთმევს მესამე კათხას რომელსაც იმედია შვიდობიანად ჩაიყვანს ბოლომდე ნიკა ხო არ გვიჭირს ნიკა კონტაქტზე მაშასე ანგარიშია 1-0 ირაკლი ხრიკაძის სასარგებლო. შევიდა ამოდენ ისუდობები და მეორე რაუნდში დაგიბრუნდებით. მაშასე ვაგზავნოთ ბარის თამაშს ვისაც მეორე რაუნდს პლანირებულად ვიკმოხებით კლუბ One Side-ში და დიდი მადლობა ამ კლუბს ჩვენი მასწავლებლობისთვის. ირაკლი, ნიკა, როგორ ხართ? კაი, ხასიათი ვარ. ციფრული შენ სახეზე ის გრიმა ვერ მიშველა, ხო? მე შემშუპდი. კარგია, იმედია თამაშის ბოლომდე შეინარჩუნებთ ფორმას. ანგარიშს შეგახსენებთ არის 1-0 ირაკლის სასარგებლო. და ეხლა ნიკას აქვს შანსი რომ გაათანაბროს ანგარიში. შემდეგი ჩვენი თამაში, მეორე რაუნდი არის ტუზების რბოლა. რაში მდგომარეობს ახლა ამის წესები? ხედავთ თქვენს წინ განლაგებულ 4 ჭიქას და თითო თქვენ მონაწილეს გაქვთ ირაკლი შენ იქნება წითელი ტუზი, ნიკა შენ იქნება შავი ტუზი. აი ეს ტუზები თქვენ უნდა გაიყვანოთ ბოლომდე. მეოთხე ჭიქამდე უნდა მიიყვანოთ და როგორ ხდება ეს? თქვენ რიგრიგობით ამოირჩევთ კარტს და რა ფერიც ამოვა, დაუშვათ შენ ამოიღებ კარტს. თუ ამოვიდა შენი ფერი, წითელი, ანუ შენი მოწინააღმდეგე სვამს თავის ჭიქას და შენი კარტი მიდის ერთი ნაბიჯით წინ. თუ ამოიღე მოწინააღმდეგის ფერი, შესაბამისად შენ სვამ და მოწინააღმდეგის კარტი მიდის წინ. ერთი გავა ბოლოში და ვინც ბოლოში გავა, ის არის გამარჯვებული. გასაგებია? თავისთავად. კარგი, მაშინ დავიწყო. კარტის ამოღებას იწყებს წინა რაუნდის გამარჯვებული, ანუ ირაკლი. ირაკლი ამოარჩიე კარტი, რომელი ფერი გინდა და შავი ფერი. ამოიღო მოწინააღმდეგის ფერი, ეს ნიშნავს იმას, რომ მოწინააღმდეგე მიდის ერთი ნაბიჯით წინ. ვაუ! ანუ მე ჩემი თავის წინააღმდეგი. აი ეს რაღაც გამოგივიდა. მაშინ რას არ დავიმახსოვრე? შენ უნდა მიირთვა, აი ეს და გაარკვიო ერთი რა არის ამ ჭიქაში ჩასხმული. თან რო ვარკვევთ, აი ეს ყველაზე რა კარგია ცნობის მოყარე რო ვარ. შეგვიძლია აი ამითი დაეხმარო საკუთარ თავს უჭს ვიძულს. მაშასე გავამხნევოთ ირაკლი. როგორია? შვენიერი. კარგია. მაგრამ არ ვიცი რა არის. თვითონ გაარკვევთ მოწინააღმდეგემ. ნიკას ცხენი დაწინაურდა. მაშასე ნიკა, ეხლა შენ შეგვიძლია ამოიღო ერთი კარტი და ზუსტად იგივე წესის მიხედვით. თუ ამოიღე შენი ფერი, აჰა, სვამს მოწინააღმდეგე. და ვაუ! არის. შენ ესე იგი დაუბრუნე თულა. აი ჩვენ გამიმარჯვეთ აგერა. მაშასე წითელი კროა დაიძრა ერთი ნაბიჯით წინ და შენ უნდა დავირო ეს. ყოფილ ბარმენს მიუბაძოთ იმეთ მეიგერმო. არ დაწუწრო ახლა აქ რაღაცეები. არა, რა თქმა უნდა. და გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ გავამხელოთ ნიკა. მაშასე ასე თანაბრად მიდიან ჯერჯერობით ეს ორი ცხენი ამ მენი და ირაკლი იქენ. აი ეს როგორ ვავსებთ ერთმანეთს? მაშასე ცხენები ცხვირი ცხვირთან ძალიან ახლო მიდიან ერთმანეთთან და ნახოთ რომლის ცხენი დაწინაურდება ამ რაუნდში. ჩემმა ცხენმა ნახევარი კორპუსით უნდა გაუსწროს მის ცხენს. და არის
არის გაუსწრებს აუცილებლად შესაბამისად ირაკლის კარტი წავიდა ერთი ნაბიჯის წინ და შენ უნდა მიირთვა ისევ ჩვენი გადოსნური სასმელი. ასევე აქვე შეგახსენებთ რომ ჩვენი თამაშის გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცემა ერთი დიდი ჯადოსნური სასმელი. მოიცა. უკვე მოხიბლული ასე ვარ. რომ მთელი ეს გულშემატკივრება შეგვიძლია დაპატიმოთ შემდეგ. მაშასე დაწინაურებულია აიგემო ცადე შენ. დაწინაურდა ნიკას კი არა და ირაკლის ცხენი ამჯერად. აგენაცვალე და მაცდებინე. შენ ხელში. და ნახოთ. შენ ცხენი არ დაღალო. შემდეგ რაუნდს რომელიც ცხენი გაიმარჯვებს და პალციტელი კარტი. კлау დაწინაურების კარტი. მაშასე შენ და სუპერტი ნაბიჯი აკლია ფინიშამდე. ნიკაკი ფინიშამდე შეიძლება სხვა ფინიშამდე მივიდეს. ბოლო ფინიშამდე. ნიკა ბოლო ფინიშამდე აბა აი ეს ზემოდან მიიღო რაღაც გასკოს და აია. მაშასე გასაგები. შეიძლება ეს აღმოჩნდეს გადამწყვეტი ეხლა თუ ირაკი წითელი კარტი ამოიღო ყველაფერი დამთავრდება და არის შავი კარტი. შავი კარტი არ მებდება ჩვენი სათვარ გავგეთ. შავი დროა წამოეწია უკვე წითელს ირაკი მე შეგადმოგილოცავ ან ჭიქას მე არ შემიძლია არ თქვა რომ ჩვენ გულშემატკივრებს გავუმართო. დოშო. იღბლიანი ახლა კაცრო შემოვა. აბა და არის წითელი კარტი. წითელი კარტი ნიშნავს რომ ირაკის ხელი დავიდა ფინიშზე. ირაკის ხელი გაიმარჯვა გილოცავ ორი გოლია უკვე ანგარიში. შენ ეს უნდა შესვა აუცილებლად სხვანაირად არ გამოვა. რა კაია რა. ირაკის გულოცავ გულშემატკივრები ნიკას კი ამხნევებს რომ დალიოს ბოლომდე. ნიკა ეხლა როგორ ხარ? ეხა დასაწყისში რო ვიყავი კიდე მინდა ანუ გაეხსნა. ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში არის 2-0, შენ შეგიძლია მოიგო ბონუს პრიზი. მართლა? ბონუს პრიზი ასევე ძალიან კარგი ჯადოსნური სასმელი სავსე რაღაც, რომელიც ეჭვმაქვს რომ ნავახოსოზე ძალიან გამოგადგებათ, ასე რომ გავაგზელოთ ჩვენი თამაში და წინგველის მესამე რაუნდი. კლუბში მესამე რაუნდი კი მდგომარეობს შემდეგში. მესამე თამაშის სახელია ლუდის შხაპი. შესაბამისად რომელიღაცა მიიღებს ლუდის შხაპს. მაინტრიგერლას ჟერს უკვე. აი ხედავთ თქვენ რომ დევს 6 ლუდის კილა, რომელზეც სხვა შორის შეგვეძლო თქვენი რეკლამა არ აგვიფრიკა. თქვენ მოთამაშეები გატრიალდებით ისე რომ ვერ დაინახოთ რა ხდება მაგიდაზე და მე ერთ-ერთ სამ ლუდის კილებიდან ძალიან მაგრად ავანჯღრევ. აი ისე ავანჯღრევ რომ აი მეტი რო არ შეიძლება. მე თქვენ მოტრიალდებით, აიგებთ თითო კილას და საკუთარ თავზე უნდა გაიხსნათ. რომელსაც თავზე გადმოეღრება ლუდი და მიიღებს ლუდის შხაპს, ის არის დამარცხებული. გასაგებია? უთმობ. ავტრიალდით ზადვართ. თქვენ მითხარით. გულშემატკივრები. და ძალიან ვაჯამჯღარებთ ისე რომ მეტი არ შეიძლება, რომელიღაცა ამათგან ძალიან მაგრამ დასწრდება დიდი ეჭვმაც. კიდე მე მგონი არ იყო. კიდევ ერთხელ გავავხნევეთ ისეთ. მაშასე მე მგონი უკვე საკმარისია ყველაფერი. მოტრიალდი. თქოთ თითო კილო აიღოთ და საკუთარ თავზე როგორ არ მოიცილოთ არავითარ შემთხვევაში. მიბძანდით. როგორც გამარჯვებული. მოდი შენსაც ავიღებ. არა პრობლემა. მგონი გადაგაჩინე. საინტერესოა. თქვენ ძალიან უგაგიხარებთ. აი როგორ შემოგეცალოთ გიხარია. თავზე თავი ათას ავწევ წინ უკან არწელებს ყველაფერი ხდება სამართლიანად. გადარჩა ირაკლი გადარჩა ეს მე მინდა დავპატიჟო ჩემი ერთ-ერთი გულშემატკივარი. ძალიან გაუხარდა მე მგონი გულშემატკივარი. არის საფერდი აკეთებს ხობა. ახარებული გულშემატკივარი ნიკა. როგორ ჩემი გულუმკანა ყოფს უნდა ავიღო.
კარგი საინტერესო. იმედი ამას ამოყრია. უნდა იყოს შენ. ნახოთ. უბრალოდ კი არ უნდა იყოს, შენ თავზე უნდა არის. იყოს. მასალა კი გაქვს ეს დასწრებული. აიღო? გადავატვინოთ, გეხოცები. ხვალ გოგო უნდა ნახოთ. ხვალ? ნუ დღეს. კარგი, შეგვიძლია. აი, ესე არ უმოკლდეს ადამიანს მე არ ვიცი. სულთა მოგება, მირაკლი ხრიტონე. ოჩა, აბა შენ გულშემატკივრე! და რა თქმა უნდა მოვოცის გარდა შენ გადმოგეცემა ეს რომელსაც შეგვიძლია რა თქმა უნდა ქაღალდი არ შემოგვექვია ასევე და ბონუს პრიზი რომელსაც შაგივლის და ესე გადავამბობ ეს ორი პრიზი შენ ეს ბონუს პრიზი გადავწე ნიკას და მის გულშემატკივრეს. ესეთი რაღაცა მეგობრობა შედგა. ჩვენ კი გემშვიდობთ ზუსტად ერთი კვირი. კლუბ One Side-ში შევხვდებით ზუსტად ერთი კვირაში ერთმანეთს. ნახვამდის.